გამარჯობათ მეგობრებო, მინდა შემოგთავაზოთ ერთი პატარა გაშლა თუ როგორი იქნება სექტემბერი, რაც მოიტანს თქვენთვის სექტემბრის თვე. გაშლა იქნება ორ ვარიანტად და სხვადასხვა დასტებზე. პირველი დასტა იქნება ასეთი ყვითელი ფერის ლამაზი დასტა, რომელსაც ეძახიან წლის ბორბალს და მეორე ვარიანტი იქნება მწვანე დასტა, რომელსაც ეძახიან ათანხმლველის დასტას. მე კი დავიწყებ ახლა მათთვის, ვინც აირჩია ყვითელი დასტა. წლის ბორბალის დასტა. აი ასეთ კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, აი ვინც აირჩიეთ ეს დასტა, ვიწყებ მათთვის. პირველი ვარიანტი, წლის ბორბალი. როგორი იქნება თქვენთვის სექტემბერი? რას მოიტანს თქვენ ცხოვრებაში სექტემბრის თვე? რა სიახლეები შეიძლება შემოგთავაზოთ სექტემბერმა? ის რაც ჯერ თქვენ კიდევ არ იცით. ნახოთ. ძალიან ცივ ენერგიებში იმყოფებით მეგობარო, შეიძლება დაკარგეთ სამსახური, შესაძლებელია პარტნიორულ ურთიერთობაში გქონდეთ პრობლემები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მალე დასტაბილურდება. თუ თქვენ გქონდათ პარტნიორული ურთიერთობებში პრობლემა ან სამსახურეობრივ სფეროში პრობლემა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე დასტაბილურდება ეს ყველაფერი. უფრო მეტად გაშლა შეეხება პარტნიორ ურთიერთობას. მეტი პროცენტი დაფიქსირდება პარტნიორულ ურთიერთობაში. თქვენ ხართ ცივი ენერგიებში, მაგრამ დათმება თქვენ ცხოვრებაში და იქნება შერიგება და ყველაფრის ახლიდან დაწყება. თავს იგრძნობთ უფრო კარგ ენერგიებში. თუ დღეს თქვენ ცხოვრებაში ცივა, მინდა გითხრათ, რომ სექტემბერი დაათბობს თქვენ ცხოვრებას. განახლება, ურთიერთობის განახლება. თქვენი ცხოვრება დასტაბილურდება, როგორც სასიყვარულო სფეროში, ასევე სამსახურებრივ საქმიანობის მხრივ. ახალი წამოწყებები, განახლება. ყველაფერი ეს არკანი მიუთითებს როგორც ახლის დაწყებას, ისევე ძველის განახლებას. თუ ეხლა თქვენ შორის სტაგნაცია, გინდ სასიყვარულო სფეროში და გინდ სამსახურეობრივ სფეროში. აქ მეტწილად დაფიქსირდა ფინანსები. თუ კი თქვენ დაგაზარალეს და გული გადგინეს ფინანსების მხრივ და წვიმს თქვენ ცხოვრებაში ფინანსების მხრივ, მინდა გითხრათ, რომ თქვენ პოზიციაზე დაადგებით, თქვენ დაიცავთ თქვენსას და მიაღწევთ თქვენი გადადგმული ნაბიჯით, მიაღწევთ წარმატებას. თქვენ თუ ახლა დღეისთვის ხართ დაზარალებულ სიტუაციაში, სექტემბერში თქვენ თავს იგრძნობთ გამარჯვებულად. კიდევ რას მოიტანს თქვენთვის სექტემბერი? სექტემბერი მოიტანს როგორც სამსახურეობრივ სფეროს განახლებას, როგორც გითხარით, ასევე სასიყვარულო სფეროს განახლებას. შესაძლებელია ზოგიერთებთან განახლდეს ძველი ურთიერთობა და შესაძლებელია კიდევ ზოგიერთებთან იქნეს ახალი ნაცნობობა, ახალი ჭერი. მაგრამ მინდა გითხრათ ისიც, რომ ვისთანაც ახალი ნაცნობობა და ახალი ჭერი იქნება, აქ მამაკაცი იქნება თქვენზე გაცილებით ბევრად უფროსი. მაგრამ ადამიანი იქნება სტაბილურად თქვენ ურთიერთობაში. ზოგთან აქ ორი მამაკაცი ამოვიდა, ვისთანაც სიტუაცია ძველი სფერო განახდება წარსული, მაგრამ ვისთანაც ახალი შემოდის თქვენ ცხოვრებაში, შესაძლებელია შემოვიდეს ორი მამაკაცი. მამაკაცი, რომელიც ემოციებით სავსეა თქვენდამი და ასაკით უმცროსი იქნება თქვენზე, გაცილებით ბევრად უმცროსი და მეორე ადამიანი, რომელსაც იზიდავთ სექსუალურად და შემოგთავაზებთ სექსუალურ ურთიერთობას. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ადამიანი, რომელიც შემოგთავაზებთ სექსუალურ ურთიერთობას, შესაძლებელია ის იყოს დაოჯახებული, მას ყავდეს პარტნიორი და ფრთხილად იყავით
არ გაეხვეთ ისეთ სიტუაციაში, რაც თქვენთვის ხელსაყრელი არ არის და რაც თქვენ არ გაწყობთ. თქვენ ცხოვრებაში ბევრთან შემოვა ახალი სიახლეები, ახალი დასაწყისი, ახალი განახლება. თუ ვინმე ბავშველოდებით მაპატიე, თუ ვინმესთან ბავშვი არ იყო და ელოდებოდით ამ მკურნალობით ან რამე ასეთი პრობლემები ქონდა, აქ დიდი ალბათობაა ჩანასახის. ასევე ეს მიუთითებს ახალი აღმოჩენას, ახალი შემოსავლების სფეროს. რა თქმა უნდა, ყველასთან დაფიქსირდება სხვადასხვა მხრივ. ის რაც ახლა თქვენ ცხოვრებაში გაჩერებულია, შემოვა ახალი სიახლეებით, ახალი განახლებებით და ყველაფერი წარიმართება თქვენ და სასკელთით დღეოთ და ეს ყველაფერი იქნება სამართლიანად თქვენ ცხოვრებაში. თქვენ შეიძლება იტანჯეთ ბევრი და დაიმსახურეთ სამართლიანობა. ყოველ შემთხვევაში მაღალი ძალები მიუთითებენ, რომ თქვენთვის სექტემბერი უნდა იყოს მომგებიანი და თუ წასული თვეები იყო თქვენთვის ცუდი და უარყოფითი, აგვისტო თქვენთვის უნდა იყოს კარგი. აგვისტომ უნდა მაპატიეთ, სექტემბერი უნდა იყოს თქვენთვის ძალიან კარგი და სექტემბერმა უნდა დაათფოს თქვენ ცხოვრებაში ის ყინული, ის ლოდი, რაც იყო წარსულში. მე კი ახლა ამით დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტის ამომრჩევლებს და გადავალ მეორე ვარიანტთან. და მათვის, ვინც აირჩია მეორე ვარიანტი, ასეთი მწვანე დასტა, რომელსაც ეძახიან ნათელმხილველის დასტას, ნახოთ რა იქნება მათ ცხოვრებაში. რაც მოიტანს სექტემბერი მათ ცხოვრებაში. ძალიან ბევრს ვფიქრობთ, მეგობრებო, ძალიან ბევრს ვფიქრობთ და ეს თქვენი ფიქრი უკავშირდება წინსვლას, განვითარებას და ასევე შემოდის თქვენ ცხოვრებაში როგორც წინსვლა, განვითარება მატერიალურ მხარეზე, ასევე სასიყვარულო სფეროში. თქვენ ცხოვრებაში შემოდის ძალიან დიდი ოდენობით ოქროს ფერები, თქვენ ცხოვრებაში შემოდის დიდი სიყვარული, თქვენ იზიდავთ ვიღაცას, თქვენ ცხოვრებაში შესაძლებელია უკვე არის პიროვნება, რომელსაც ძალიან იზიდავთ და ეს ადამიანი შემოვა თქვენ ცხოვრებაში. ძალიან ბევრს ფიქრობთ, შესაძლებელია თქვენ ამ ადამიანს იზიდავდეთ თქვენი ფიქრებით, თქვენი გრძნობებით. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანი, ვიზედაც დღეს ფიქრობთ, ეს ადამიანი შემოვა, ძალიან მალე შემოვა თქვენ ცხოვრებაში და ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც თქვენ გინდათ და არა მარტო სასიყვარულო სფერო. თქვენ იქნებით ისეთ ენერგიებში, თითქოს თქვენ მთელი სამყარო თქვენ ხელშია, თითქოს მთელი სამყარო ზრუნავს თქვენზე და თქვენ მიაღწევთ ცხოვრებაში ყველა იმ ჩანაფიქრის განხორციელებას, რაც კი დღემდე ჩაგიფიქრებიათ. თქვენ იგრძნობთ თავს ამ ყველაფრის შემდეგ, როგორც ქალი იმპერატრიცა და ეს ყველაფერი თქვენ ცხოვრებაში ძალიან სწრაფად განვითარდება, მაგრამ აქ არ უნდა გამოვრიცხოთ ერთი ვარიანტი, რომ შეიძლება ადამიანი, რომელიც თქვენ მოგწონდეთ და რომელსაც თქვენ იზიდავთ, ეს იყოს დაოჯახებული და შეიძლება მდგომარეობა მიუთითებდეს აქ სამკუთხედს და არა მარტო სამკუთხედს, როგორც სამკუთხედს, ასევე ოთხკუთხედსაც, მაგრამ არა ყველასთან ზოგთან იქნება ჩვეულებრივი პარტნიორული ნორმალური ურთიერთობა, ზოგთან სამკუთხედი და ზოგთან ოთხკუთხედიც კი. თუ ვინმე აქაც იგივე ენერგიები ამოდის, მეგობრებო, თუ ვინმე
პრობლემა ქონდა ფეხმძიმებასთან დაკავშირებით და იყო მისი ნატურა და ოცნება და ფეხმძიმება დიდი ალბათობით არ მოხდება დაფეხმძიმება. რადგან ძალიან ბევრი არკანი მიუთითებს ამ ყველაფერს, მაგრამ ეს არ იქნება სამკუთხედებში და ოთხკუთხედებში, ეს იქნება პარტნიორულ საოჯახო მდგრად ურთიერთობებში. და იქ ვისთანაც ახლა ვის ცხოვრებაშიდაც პრობლემებია და ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება რაღაც მეორე ნაპირზე გადასვლის, ფეხის გადადგმის, მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ ცხოვრებაში განვითარდება ყველაფერი უკეთესად. თქვენ შეიძლება ახლა არჩეული გაქვთ გზა, რომელი გზით უნდა წახვიდეთ. შესაძლებელია ძველს ტოვებდეთ უკან და მიდიხართ რაღაც ახალი გზით, სადაც ხედავთ მზეს და მე მინდა გითხრათ თქვენ, რომ თქვენ მიდიხართ სწორად, რადგანაც იქ, სადაც მიდიხართ, თქვენ ანათებს მზე, ამოდის მზე და თქვენ თქვენ საკუთარ თავს მოუტანთ წარმატებას. რა თქმა უნდა, ეს ყველასთვის არ არის, ეს არის ზოგიერთებისთვის, ვინც არის, ვინც ახლა პარტნიორულ სფეროში არ იმყოფება, არის მარტო და დამოუკიდებლად ეძებს თავისი გზების გაკვალვას, გაიკვალავს გზებს, ცუდს ჩამოტოვებს უკან და სწორი ნაბიჯებით მიაბიჯებს ზუსტად იქ, სადაც მისთვის მზე გისგიზებს. შესაძლებელია თქვენ იყავით პარტნიორულ ურთიერთობაში, რომელიც დასრულდა, რომელიც მიატოვეთ და მინდა გითხრათ ისიც, რომ სწორად მოიქეცით, ის დასრულდა, ან დასრულდება თქვენ ცხოვრებაში, რაც დასასრულებელი იყო. მაგრამ ისევ გაგიმეორებთ, რომ ეს მხოლოდ რაღაც 20%-ის შემთხვევაში, მხოლოდ იმათვის, ვინც ახლა მარტო არიან, მხოლოდ ის, ვისთანაც პარტნიორი უკვე შემოსულია, ან ვისაც ზრდა უკვე არჩევანი გაკეთებული აქვს, რომ ეს პიროვნება მის ცხოვრებაში უნდა შემოვიდეს, მის ცხოვრებაში შემოვა ეს ადამიანი, შესაძლებელია ზოგთან კიდევ შემოსულია, იქნება სწრაფი განვითარება ურთიერთობის, რასაც შესაძლებელია მოხდეს დაფეხმძიმება და ოჯახური ცხოვრების და ოჯახური პირობების უფრო მდგრად საფეხურზე გადაყვანა. ეს მეორე, ხოლო მესამე კიდევ არ გამოვრიცხავ სამკუთხედებს და ოთხკუთხედებს, რაც ამ შემთხვევაში არასწორი ნაბიჯი იქნება, ჩაითვლება არასწორ ნაბიჯად, რადგან თუ თქვენ უარს იტყვით სამკუთხედებზე და ოთხკუთხედებზე, შესაძლებელია შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში გაცილებით ბევრად კარგი და ნახოთ მათთვის რა შემოვა ცხოვრებაში, ვინც სამკუთხედებზე და ოთხკუთხედებზე შესაძლებელია უარის თქმა, რომ თქვას უარი სამკუთხედებზე და ოთხკუთხედებზე, ნახოთ რა შემოვა მათ ცხოვრებაში. მათ ცხოვრებაში შემოვა სტაბილური მამაკაცი, ფინანსები, ადამიანი, რომელიც უკვე შესაძლებელია ქორწინებაში იყო, პირველ ქორწინებაში არის განქორწინებული ადამიანი, მდგრადად იმყოფება ფინანსების მხრივ, ადამიანი არის მდგრად ურთიერთობაში, მაგრამ ადამიანი იქნება თქვენზე გაცილებით უმცროსი და ადამიანი შესაძლებელია უკვე გიცნობთ, უკვე გითვალთვალებთ, ადამიანი წონის მდგომარეობას არ უნდა ნაბიჯების არასწორი გადადგმა, ადამიანი შეიძლება ცდილობდეს დაბალანსებას ფინანსებსა და თქვენს შორის, რათა დრო გაანაწილოს და მოარგოს ერთმანეთს ზუსტად ფინანსებსა და თქვენთან ურთიერთობას, რათა არც ფინანსები დაიკარგოს და არც თქვენთან ურთიერთობა იქნეს დაზარალებული. აი, ასეთი მამაკაცი შემოვა თქვენ ცხოვრებაში, ადამიანი ფინანსურად მდგრადი. ადამიანი ფინანსურად მდგრადი. ადამიანი გიყურებთ როგორც ძლიერი პიროვნება, ადამიანს იზიდავთ, მოსწონს მას თქვენი ენერგეტიკები და მას იზიდავთ ძალიან როგორც სექსუალური თვალსაზრისით, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რომ ადამიანს იზიდავთ სექსუალური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანი არის სტაბილურ მდგომარეობაში და რომელი თვალსაზრისითაც არ უნდა
იზიდავდეთ, მას სურს თქვენთან ოჯახი და მას სურს თქვენთან მდგრადი, სერიოზული ურთიერთობა. მე კი ახლა ამით დაგემშვიდობებით და ვისაც გინდათ პირადი ურთიერთობები და არ გაკმაყოფილებთ ზოგადი მიმოხილვები, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.